ხდება დაბალანსება ნორმალური ფლორის ჩვენ განმეორებით საკონტროლო ანალიზებში არ ყოფილა შემთხვევა რომ კლეფსიელა ისე რჩებოდეს აქტიურ ზრდაში. ანუ ეს შედეგიც ამ დისბიოზის ადგენის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა ამ დოკუმენტთან აი შედეგს ეხლა თქვენ თვითონ ხედავთ, აქ ჩატარდა მეზოთერაპია, მეზოთერაპიის დროს ვაკარებთ ხოლმე დაახლოებით ჩვენ ყავს დერმატოლოგის ბუნებრივია და ესე იგი ჩატარდა დაახლოებით 10 კურსი მეზოთერაპიის, რომელიც ყოველდღიური არ არის და რაღაც გარკვეული პერიოდულობით ტარდება, აქ იყო ორალური მიღება, აქ დამამატეთ ინტესტიფარიც, პრობიოტიკებიც, რა თქმა უნდა და აი ესეთი შედეგი მივიღეთ. აი ეს არის ის, რასაც კიდევ ესაუბრებოდა და ძალიან თხოვდა თუ მივას ჩაერთე აქაც. აი ეს არის ის ბიჭი პეროგი თვარი სინდრომი. ნახეთ ეს მოკლედ მართლა ძალიან რთული სანახავი იყო და ფოტოზეც ხედავთ ხო? და წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში ძალიან მართლა ძალიან ძიმე იყო ეს ბავშვი და იგვერდზე ხედავთ ეხლა თქვენ კანის გასხვავებებს ყველგან. ხო, კი ბატონო, ესე იგი ეს არის უკვე მრავალწლიანი კოლონიზაცია იყო მთელი კანის საფრთხეობრივი აუროზი. და როცა ჩამოვიდა ეს პაციენტი ჩვენთან, ეხლა ესეც არის არც შეიძლება არ მოგესწრებათ, იმიტომ რომ ყველა არ არის ვალდებული, რომ ნეტერტონის სინდრომი ქონდეს წარმოდგენა. ეს არის ასევე გენეტიკური დაავადება, აუტოსომური რეცესიული გადადის და ეს არის ექსფოლიაციული დერმატიტი. როდესაც აი ეს ფართოფუცლოვანი არქესვა ხდება, ფაქტიურად დერმამდეა დასული ეპიდერმისი, ფაქტიურად აღარ არსებობს. ანუ შესაბამისად ეხლა მოგესალმება კანი რასებრივ ფუნქციას ასრულებს და აი ჩვენი დერმატოლოგი დაგვეთანხმება ამაში და ეს პაციენტი სხვადასხვა ორგანული ცვლილებებითაც იყო ბუნებრივია, აი ხედავთ ნაწილს და ჩამოსვლისას იცით რა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სერიოზული ალერგიული რეაქციები სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებზე, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მზობელობა ყოფილიყო ამ სტაფილოკოკის ანტიბიოტიკზე, ქონდა საშინელი ალერგიული რეაქცია. ესეთი როგორ ეხლა თითქმის გენერალიზებული ალერგიული რეაქციები ჰქონდა. დიახ, ჰქონდა სეფსისიც ამ პაციენტს რაღაცა გარკვეულ პერიოდში, ესეც გამოქვეყნებულია ეს სტადიის სახით, ვთქვათ, მოიძიეთ და ნახავთ, ვთქვათ, დაინტერესდებით გამოგიზამით. 16 წლის იყო ეს პაციენტი, როდესაც ჩვენთან შემოვიდა. იმის შემდეგ ბევრი რუგავდა 2016 წლიდან უნალოს ჩვენთან და ყოველ წელს ჩამოდის და ყოველ წელს იტარებს ასეთ თერაპიას კლინიკაში, თუმცა სახლშიც მიაქვს პაკები და იქაც აგრძელებს უნალობას. და ეხლა ბუნებრივია ჩვენ არ ქონდა პრეცედენტი. აი რანაირად მალამო ძალიან რთული იყო. ეხლა მთელს ხელზე მალამოს დასმა ძალიან რთული იყო. თანაც ალერგიაც ჰქონდა, ამიტომ სპეციალურად აი ამ ჩვენს ავტორიზებული აფთიაქი გვაქვს და სპეციალურად ჰიპოალერგიულ ფუძეზე დამზადდა ეს მალამო, სადაც ფაგები იყო და ისეთ ადგილებში, სადაც მალამოს დასმა მიმიჩნეს საჭირო ბუნებრივია მალამოს უყენებდი, თუმცა მთლიანად მთელ კანზე, აი როგორც კი ამახსენა, ესე იგი, აი ხედავთ, აი ქვედა სურათზე, ალბათ ხედავთ, რომ აი აქ ეხლა სიტყვოსვით დააფარეს ბუნებრივია ეს პლედი, მაგრამ მთლიანად შეკუთული არის ამ ფაგის გაჟღენილი მარკით და ეს პროცედურა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი აკოფის პერიოდში ეს პაციენტი დაახლოებით ზოგჯერ 2 და ზოგჯერ 3 კვირით ჩამოდის ჩვენთან და ყოველდღიური ასეთი პროცედურების შემდეგ ღებულობ შედეგად რას. ბუნებრივია ეხლა აქ ჩვენი მიზანი არ არის და შეუძლებელია მისი განკურნება რადიკალური. აქ არის თავარი, რომ იხსნება ანთება, ძალიან მცირდება ფაგის ტიტრი
იზრდება ფაგის ბაქტერიების სტაფილოკოკი აურეუსი და შედეგად ვღებულობთ ამ წყნარი ანთების ჩაცობას, ესე იგი, კანი ხდება უფრო სრიალა, ნაკლებად არის აკერცილი და ცხოვრების ამგონი ახლა ფაგის ბრალი იყოს, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, აი 16 წლის რო იყო, რომ შეგეხედათ, იყო ალბათ 6 წლის ბავშვის სიმაღლე. დღეს არის მაღალი ბიჭია. ამრალი უშავა არ ვიცით. კანის აღარ აქვს მაგას. კანის ყველა დანამატი არტემადოლი გამეთახება, რომ კანის ყველა დანამატი რა თქმა უნდა, როდესაც ეპიდემიის აღარ არის ნექსია თმარამოდი და ასე შემდეგ. განსხვავებული შედეგია. ეხლა შემდეგი სისტემა, საკუთრებული სისტემა, როგორც ვიხარით, ჩვენი პაციენტი განსაკუთრებით ქართველი პაციენტების 90% გვაქვს საკუთრებული სისტემის დაავადებები. ძირითადად ეს არის ფუნქციური დაავადებები, დისბიოზები, აგრეთვე დისბაქტერიოზი ეძახდნენ თუ გახსოვთ. ეს დისბიოზი ბუნებრივია დიაგნოზი არ არის და ეს არის შედეგი იმის, რომ ხდება ნაწლავური მიკრობიომის დარღვევა, დისბალანსი, ეს არის ძირითადად გამიზიანებული ნაწლავის სინდრომის, იპო, გასტროეზოფაგური რეფლუქსები, მოდულური ფუნქციების დარღვევის ფონზე და აი ამ პაციენტებს კლინიკაში რა თქმა უნდა გვაქვს საშუალება რომ გამოიკვლიოთ ისინი კომპლექსურად, ესე ვთქვათ, და საქსონელებელი სისტემის შემთხვევაში გაცილებით იოლია ფაგის მიტანა ადგილზე, იმიტომ რომ ორალური მიღება მარტივია, ზოგჯერ ვიყენებთ ხოლმე, რა თქმა უნდა რთული შემთხვევებიც ჰქონია. მინდა გითხრათ, რომ ეხლა განსაკუთრებული ყურადღება არის მთელ მსოფლიოში საქსონელებელი სისტემის ისეთი აქტუალური დაავადებების მიმართ, როგორიც არის ანთებითი დაავადებები, კრონის დაავადება, წყლოვანი კოლიტი, არასპეციფიკური წყლოვანი კოლიტი, როდესაც ასევე ძალიან სერიოზულად იცვლება და ამას თავისი პათოგენეზური მექანიზმი აქვს, რატომ იცვლება სერიოზულად მიკრობიომი ნაწლავის და აი ასეთ შემთხვევებშიც ფაგი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ესეთი ძალიან პერსპექტიული საშუალება არის და ესეთი პაციენტების ყოლია, რა თქმა უნდა, ყავდა ძალიან საინტერესო პაციენტი, აი ეგრეთული ფაუჩი, რომელიც აი იმის შემდეგ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ იყო სიგმოიდური ნაწლავის არეში და იქ ოხნის სახით შეყვარდა ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად ეს ფაგი და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ და ერთი სიტყვით საქსონელებელი სისტემის დაავადებების დროს ძალიან აი ხა ეს თუნდაც გავჩენით მე ბოლოს ცოტა გასაყალისებლად პაციენტებთან გადასულობის გაჩვენეთ და ერთი სამედიცინო იყო ჩამოსული პაციენტი კალათბურთელი, რომელმაც წყალებში მიტყვი აიკიდა სალმონელა, ესე იგი აფრიკაში მოგზაურობის დროს შავკანიანი კალათბურთელი იყო და ძალიან იშვიათია, რა თქმა უნდა, ხა ინფექციონისტი თუ გრძანდება ვინმე, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ სალმონელა იყოს სალმონელა ინფექცია იყოს გავრცელებული, ეს ეგეთი შემთხვევა იყო და აი როგორც თავგადასავლების თქვა პირველი ესე რომ ვთქვა და ამოსავალი იყოს ზუსტად ნაწლავური ინფექციები, როდესაც ფაგების შესახებ საერთოდ ინფორმაცია და მკვლელობა დაიწყო და შესაბამისად ეგრეც ველოდებოდით, რომ ძალიან კარგ შედეგს და სწრაფ შედეგს მივიღებდით სალმონელას და ჯერ ერთი რა თქმა უნდა ძალიან გაგვიგვირდა, რომ ჩამოვიდა ეს პაციენტი და გითხრა რომ სალმონელა მაქვს და არა და იმ მომენტში ასეთი გამოხატული არ იყო, ეს მანიფესტირებული არ იყო ეს სიმპტომები კლინიკური, გაგვიგვირდა, მაგრამ როდესაც ჩვენ თვალით ვნახეთ ბაქტერიოლოგიური კვლევა და ამოიტესა სალმონელა და გაგვიგვირდა ძალიან, მაგრამ აი უნალო აქვე 2 წლის განმავლობაში ინტენსიური მიღებით ფაქტების აქვე შემდეგმა ანალიზმა და შემდეგ უკვე საფრანგეთიდან
შედეგი. ეხლა უროგენიტალური ინფექციები ყველაზე ხშირი ერთი შემთხვევა მაქვს მოტანილი აქ მარტო, იმიტომ რომ ძალიან ანალოგიური შემთხვევებია ქალებშიც, მამაკაცებშიც, ძირითადად ეს არის პროსტატიტები, ცისტიტები, ქრონიკული ბაქტერიული ანთებები, უროგენიტალური გზების, ვაგინიტები. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ადმინისტრირების მეთოდები ეს არის, როგორც გითხარით, რექტალური და ვაგინალური სანთლების გამოყენება, ფაგების ორალური მიღება და ასევე რის შემთხვევებში, როდესაც განსაკუთრებით გვაქვს ურეთრიტები და ცისტიტები, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უროლოგი, არაერთი და ესე იგი ინსტილაციები უშუალოდ შარდის ურეტრალური ინსტილაციები გარკვეული ექსპოზიციით დროის ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ეს შემთხვევაც გამოქვეყნებული არის, ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი ინდოეთიდან იყო ჩამოსული, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ასეთი ეს ინფექცია, პროსტატიტი, ქრონიკული პროსტატიტი და ანუ საშუალო გზების ინფექცია იყო და ასევე და ესე იგი მრავალჯერადი ანტიბიოტიკოთერაპია, ძალიან სერიოზული გამძლეობები, ესე გენერალიზებული. იცით რომ ძალიან ხშირად შეიძლება ადვილად უროგენიტალური ინფექციების გენერალიზება მოხდეს და სეფსისი, უროსეფსისიც კი მივიღოთ და ამ შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგი იყო გამოვაქვეყნეთ ამიტომ, რადგან მეორე შემთხვევაც უნდა ბუნებრივია, სადაც ერადიკაცია მოხდა საერთოდ ყველაზე ხშირი მულტიბაქტერიული ბიოფილმი არის ხოლმე უროგენიტალური ინფექციების დროს, როდესაც იქ ერთი ბაქტერია, აი ბესოს ჰქონდა ესეთი თავის მოხსენებაში, რომ შეიძლება ერთი ოპორტუნისტული ბაქტერია დავუშვათ მოხდეს მისი ერადიკაცია, მაგრამ იქ